სამწუხაროდ იმის შემდეგ რაც ტალიბანი დაბრუნდა ავღანეთში იმის მოლოდინი რომ სოფლიოში გაიზრდებოდა სინთეტიკური და ძალიან მკვლელი ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, გაყიდვა, წარმოება ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენმა არალეგიტიმურ მთავრობამ ამას ყურადღება არ მიაქცია და მივიღეთ და ვღებულობთ შესაბამის შედეგს. ვღებულობთ შედეგს იმის, რომ არ ვიცით რა გავაკეთოთ, როგორ ვუმკურნალოთ, როგორ გავაფრთხილოთ ახალგაზრდები და ძალიან ხშირად არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ახალი ნარკოპოლიტიკა დავიწყეთ, ვამკაცრებთ, გამკაცრება, ციხეში ჩასმა და თავისუფლების აღკვეთა ამ საკითხს არ უშველის. აქ ჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური მიდგომა და პრაქტიკულად სრულად უნდა შეიცვალოს ის ეგრეთ წოდებული ვითომ პოლიტიკა, რაც ნარკოტიკულ საშუალებებთანაა დაკავშირებული. ჭირდება განათლების სისტემის, განათლების ინფორმაციის მიწოდება, ჭირდება შესაბამისი ტესტების შემოღება, შესაბამისად საჭიროა იგივე ისევ და ისევ ღამის კლუბების კონტროლი. მე არ ვამბობ აკრძალვა, არავითარ შემთხვევაში კონტროლი რა შემოდის, რა იყიდება და რაც თავარია, თვითონ საავადმყოფოები, კლინიკები და სამედიცინო სისტემა, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ესეთი რაღაცა მოხდება. კიდევ სხვა სინთეტიკური ნარკოტიკებიც მზადდება სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, იატაკ ქვეშეთში, ძირითადად ეს ხდება ჩინეთში და სამწუხაროდ ისინი შემოვა ჩვენს ბაზარზე და ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიძლება ამას შეეწიროს. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს რეალური ნარკოპოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში და არა ის ვითომ მეთოდები, დასჯა, დაშინება და თავისუფლების აღკვეთა.